ზოგადად სიტყვის თავისუფლება რო ავიღოთ ფართო გაგებით მათ შორის როცა პარტიებს გზავნავ პოლიციით და რა დებატებში უგებ ეს ხო სიტყვის თავისუფლების რაღაც ერთ-ერთი შეზღუდვის ფორმაა ფუნდამენტური უფლება ანუ და არანაირ ფორმამდე იზღუდებოდეს ზოგადად ჩვენ ამაზეც ვიყავით მაშინ როცა ვიღაცა ალტინფოს აკრძალავს ითხოვდა ან მათი ტელევიზიის დახურვას ითხოვდა და შემდეგ იმიტომ რომ აი თუნდაც რადიკალურად მიუღებელი აზრები უნდა იყოს პოლიტიკაში ყველა უნდა იყოს დაშვებული და მე დაამარცხეთ აქ უბრალოდ ორი მომენტი არის მინდა ვთქვა რომ პირველი ხა ალბათ ქართულოსნების ხალხაჭერებს უნდა აღელვებდეს იმიტომ რომ შენ თუ არ შეგიძლია პოეტის სიტყვით დაამარცხო და უბრალოდ დებატებს გზავნავ დისკუსიას გზავნავ შენ ტელევიზიაში არ უშვებ და მე კალმით დაგზავნავ და პოლიციით ვიღაც ციხეში ჩასვავ ნუ მინიმუმ იმაზე მიუთითებს რომ შენი არგუმენტი სუსტი თორე ხლა ნებისმიერ პოლიტიკოს გაუხარდება საჯარო დებატებში სხვა დაამარცხოს ისე რომ მისი კარიერა დაასრულოს თუ არ შეგიძლია ეს გააკეთო ბუნებრივია რომ მაშინ ასეთ მეთოდებს იყენებ მაგრამ მეორე ნაწილია ჩვენ როგორ პასუხობთ ამ ნაწილს იმიტომ რომ მე მგონი ერთადერთი ადეკვატური პასუხი ამაზე არის ის რომ თუ ისინი გზავნავენ სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არ აგზავნოთ ჩვენ გქონდეს დისკუსიები აი მართლა თქვენი სტუმართან ერთად რომ ვისხდეთ უკეთესი არ იქნებოდა რომ უბრალოდ დისკუსია დაიწყოს ეს არის აუცილებელი წინაპირობა ხვდებით აი მე რომ რაღაც მაგას გეგმა მქონდეს რომ მაგალითად აი თუნდაც წინა საარჩევნო რაც ხდებოდა რომ ყველა გავერთიანდეთ ერთიანი კანდიდატი წარვადგინოთ და რაღაც თბილისი მოვიგოთ მეორე ხალხი ამბობდა არა ეს არჩევნებს ვერ მოვიგებთ რაღაც ქუჩაში გამოვიდეთ დავამხოთ ამაზე დისკუსია რატომ არ უნდა გაიმართოს ან მომავალი არჩევნები რო ჩაინიშნოს უკვე არიან ხალხი ვინც ამბობს რომ ჩვენ მაინც არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობას მაშინ კაი დისიდენტურად ვებრძვით ბიზნეს იმაშულს რას ნიშნავს ეს ამიტომ ელემენტარულად სანამ დისკუსია არ გაიხსნება სანამ მართლა პოლიტიკოსები არ დასწრებიან და არ დაიწყებენ ლაპარაკს მე არც ერთი მათი სიტყვის ამჯერა არც ერთობის არც რო ისინი ევანიშვილს ებრძვიან არც რამე განზრახვა აქვს გარდა იმისა რომ უბრალოდ ილაპარაკონ